გერმანია საქართველოში 227 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ავრცელებს. ფიშერის ცნობით შეჩერდა მწვანე წყალბადის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. როგორც ოპოზიციაში ამბობენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება დანაშაულს არ აღიარებს, ეს ქვეყანას პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანს. გერმანიისგან ამ დახმარების შეჩერება არის ძალიან სიმბოლური და აქვს სერიოზული მასშტაბური პოლიტიკური დატვირთვა და განზომილება, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ 90-იანი წლების დასაწყისშიც კი, როდესაც საქართველოსკენ მართლა გამოხედვა არავის არ უნდა და ყველაზე ერთგული და პრინციპულად ჩვენი გვერდში მდგომი სახელმწიფო თუ ვინმე იყო, ეს იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. და აი გავიდა 30 წელიწადზე მეტი და კოცებმა იქამდე მიიყვანეს საქართველო, ჩვენ წინა საარჩევნოთაც ვამბობდით, ან კეთილდღეობა ევროპაში, ან სიღარიბე კოცებთან ერთად და იზოლაცია, აი მიიყვანეს საქართველოს სამწუხაროდ ამ იზოლაციამდე. ამას აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურის გარდა ეკონომიკური დატვირთვაც, ქვეყანაში ფინანსური, ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება, კიდევ უფრო გაჭირდება ცხოვრება, ინვესტიციებიც შეიზღუდება, იმიტომ რომ ყველა დაინახავს, როგორი ჩვენი ყოფილი პარტნიორები აჩერებენ ურთიერთობას. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დახმარება არ გაიცემა და რიგმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ასევე გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში შეაჩერონ ყველანაირი დახმარება. ეხლა ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის განგრძობათი და მათ შორის გერმანიის ფედერაცია, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღიდან უპრეცედენტოდ დიდ დახმარებას უწევს ჩვენ სახელმწიფოს, დღეს იძულებულია, რომ შეაჩეროს დახმარება, იმიტომ რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება აქვს მიტაცებული რუსულ რეჟიმს, მიტაცებული აქვს ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესებს. ქართულ ოცნებაში გერმანიის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დაფინანსება ჩაანაცვლოს. გერმანია თავად არ არის იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლია ელაპარაკოს რაღაც სახელმწიფო მოწყობის იმ სისტემაზე, რომელიც გერმანიას ყოველთვის ახასიათებდა, მაგრამ დღეს ძალიან სერიოზული პრობლემები დაუდგა. სახელმწიფო უნდა ყველა რესურსი გამოძებნოს იმისათვის, რათა ჩაანაცვლოს ეს დაფინანსება. რეალურად ამ თანამშრომლობის შეწყვეტა მიმართულია კონკრეტულ გეგმაზე, რათა ხელისუფლება შეიცვალოს ძალისმიერი მეთოდებით და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც განახორციელებს კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანას.